ქუთაისში უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით ქუთაისში მდებარე უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან მოეწყო. ძიმე მოსაგონარია, მაგრამ ფაქტია, თვითხილველი ჩემი სოფლიდან, ახალდაბიდან გამოვიდა, რომელმაც თავისით ნახა თუ როგორ აწამეს ბიძაჩემი ინვალიდი და ბოლოს ცოცხლად დაწვეს. ხდება რომ მისი საფლავი არ მაქვს, ძვალიც კი რომ ვიცოდე, სად არის მოვიძიებ და იმ ძვალს მოვიფერები. ასე ყოფილა რომ აფხაზები და ჩეჩნები შემოსულან ჩვენს ეზოკარში და უთქვიათ რომ უნდა თქვა რომ ეს მიწა ქართველების არ არის. ბიძაჩემი იყო ძალიან პრინციპული კაცი, შემდეგ რომ ვერ ათქმევინეს ბიძაჩემს რომ ეს მიწა ქართული არ არის, ავტომატის ჯერი ფეხებთან ესროლეს და საბოლოოდ კითხეს ვისია ეს მიწა. ბიძაჩემს უთქვია რომ ეს მიწა არავის არ არის, ეს მიწა არის ღმერთის და ვინც მოიხმარს ჭკვიანურად მისია. თქვენი ფილოსოფია ჩვენ არ გვჭირდებაო, სახლი რომელიც ჩემი იწოდა უკვე, იქიდან მუგუზლები მოუტანიათ, ზურგს უკან მოუკიდებიათ ცეცხლი და დაუწვავენ ცოცხალი. შეხვედრები, რასაც ჩვენ აქ ვადარებთ, ძალიან კარგია, ბევრი რამ დავკარგეთ, მაგრამ ადამიანებმა ერთმანეთი მაინც არ დავკარგოთ. ქუთაისში უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ. მესამე წელია საქართველოს ხელისუფლების სახელით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მხარდაჭერით აღინიშნება უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით უკლოდ მიჩნეულ პირთა ოჯახებისათვის, რომლებიც გამორჩეული სიმტკიცით და გამძლეობით ხვდებიან ამ გამოწვევებს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იზრდება საზოგადოების ცნობიერება გაუჩინარების პრობლემატიკის მიმართულებით და იმ დამსახურებული ხალხის ხსოვნის მხარდაჭერისთვის, რომელთაც ძალიან ბევრი რამ და მთავარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. მე მინდა აღუთქვა ჩვენს ოჯახებს, საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან, ხელისუფლების ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება სახელმწიფო პროგრამა მოძიების მიმართულებით და ვეცდებით უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ადამიანის იდენტიფიცირებას და ოჯახებისთვის გადაცემას. ისე მგელი, ჩემი სულის ნაწილო, გელოდება ყველაფერით, შენი საწილო, ვინ კი მაშინ. უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საქართველოში 1990-იანი წლების შეერაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედი-ღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან.